მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედი თქვენთან მურიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება შემდეგი. რას უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში? პირადი იქნება ეს, ჯანმრთელობაზე იქნება, ფინანსებზე, რაღაც მატერიალურ საკითხებზე, არ ვიცი. უბრალოდ ნახოთ, რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ უახლოეს პერიოდში. გაშლაში გვექნება 4 ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და უყურებთ გაშლას. აქვე შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 5111318 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე. Messenger-ში. მაშ ასე, განეწყოთ ახლა გაშლისთვის და მოდით ნახოთ. რაღაცა უახლოესი მოკლე პერიოდი ჩაიფიქრეთ, თქვათ 1-დან 3 თვემდე რაღაცა გარკვეული პერიოდი, ხო? და ნახოთ, რაც გვიპასუხებს ტარო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე და მეოთხე ვარიანტი. ეხლა ჩვენ აქ დავამატოთ მინერალები, დიდი ხანია ჩემი საყვარელი გულები არ გამომიყენებია და მოდი და გამოვიყენოთ დღეს. პირველი იყოს ბროლის გული, მეორე იყოს სოდოლიტის გული, მესამე იყოს ამეთვისტო და მეოთხე იყოს ციტრინის გული. და ნახოთ, აირჩიეთ რომელიც დაგიძახებთ ყველაზე მეტად და ნახოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე. დავიწყოთ ალბათ ხო პირველი ვარიანტით. გადავდოთ ხელი რო არ შეგვიშალოს. პირველი ვარიანტი, ვინც არჩიეთ ბროლის გული და ვნახოთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, შეიძლება ეს იყოს რაღაც მეგობრების წრეში, შეიძლება სამსახურებრივი საქმიანი საუბარიც იყოს, შეიძლება პირადთენაც, მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვა, რაც აქ გვაქვს, ეს არის ის, რომ იქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ბოდიში, თქვენთვის. მე აქ ახლა ჩემს ბუსანებსაც გამოვიყენებ. დამავიწყდა ჩემი ბუსანების მომზადება, მაგრამ არა უშავს ჩვენი ბუსანები ყოველთვის მზად არიან, რომ გვემსახურონ. ნახეთ რა სილამაზეა ჩემი ბუსანები. და მოდით ნახოთ, რას მოგიტანთ ეს შეხვედრა. დაახლოებით მაინც იქნებ გვითხრას, რასთან არის დაკავშირებული. მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ეს შეხვედრა შეიძლება თქვენ სხვა ტიპის შეხვედრას ელოდებოდით, მაგრამ შეხვედრა, რომელიც შედგება საკმაოდ არასასიამოვნო იქნება. პიროვნებას, რომელსაც თქვენ შეხვდებით, ხო, შეიძლება თქვენ სწორედად გინდათ ამოიცნოთ თქვენი მომავალი მტერი. ან შეიძლება იცით, რომ თუნდაც აი რაღაცა მეგობრების წრეში, ან სადმე იკრიბებით, შეიძლება ოჯახშიც, ხო, იმიტომ რომ მტრები ოჯახშიც მოდიან. მოვიდეს ეს პიროვნება, საკმაოდ არასასიამოვნო პიროვნება არის და ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ მასთან შეხვედრამ შეიძლება არც თუ ისე კარგი შედეგები გამოიღოს თქვენთვის და გახდეს ძალიან სერიოზული თავის ტკივილი. ასე რომ ფრთხილად იყავით. ეს პიროვნება აშკარად არის თქვენი მტერი. მე მგონი იცით კიდევაც თქვენ აი ამ შეხვედრის შესახებ. აი, ეს რაღაცა შეხვედრა თქვენთვის არის, ამის შესახებ თქვენ ინფორმაცია თითქოს გაქვთ უკვე. და აი, ადამიანი რო ემზადება, ხო იცით, აი, ფსიქოლოგიურად, მორალურად, აი, რაღაცა ესეთი მომენტია. ან
კიდევ უფრო საინტერესო არის, რომ აი ეს ამ შეხვედრის დროს თქვენ ამოიცნობთ იმ პიროვნებას, რომელიც თქვენ გვნებთ, რომელიც არის თქვენი მტერი. რომელიც რაღაცას გიშავებთ. ამიტომ თუ გაქვთ შეიძლება შემთხვევითი შეხვედრაც იყოს, მაგრამ განსაკუთრებით თუ გაქვთ რაღაცა გარკვეული შეხვედრები დაგეგმილი, ხო, სხვადასხვა ღონისძიებაზე, იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ აქ თქვენ შეძლებთ თუ არიცით უკვე ვინ არის ეს პიროვნება, ეს თქვენი მტერი, აი სწორედ ამ შეხვედრაზე ის ძალიან ესე მკვეთრად გამოავლენს თავის თავს. საკმაოდ ისეთი პირველი ვარიანტი იყო, ხო? ცოტა რაღაცნაირი. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც შეარჩია პირველ ვარიანტებსგან, ველოდები, იმედია გამომეხმაურებით კომენტარებში. რას ფიქრობთ აი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და თუ გაქვთ საერთოდ წარმოდგენა, რომ უნდა მოხდეს ესეთი შეხვედრა. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია სოდოლიტიდან ნახოთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში. შეიძლება საიდუმლოს რაღაცა ინფორმაციას გაიგებთ. საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. და გარდა ამისა, ეს შეიძლება ამბად მოვიდეს კიდევაც და ასევე შეიძლება იყოს შესაძლებლობა, რომ რაღაცა საქმე ისე გადაწყვიტოთ, ხო, აი გვერდი აუვაროთ რაღაცა ბიუროკრატიას, რაღაცა ბარიერებს, დაბრკოლებებს და შეიძლება ზედმეტი დახმარებები, რო გჭირდებოდათ რაღაცა ბევრი რაღაცების გაკეთება მოახერხოთ, ხო? აი გაგიმართლოთ, რაღაცნაირად სისტემას გვერდი აუვაროთ და მარტივად იულად გამოვიდეს რაღაცა საქმე. ასევე შესაძლებელია აქ, რომ რაღაცა საიდუმლო ინფორმაცია, ახლა აქ სახელმწიფო საიდუმლოებაზე არ მაქვს საუბარი, იმედია ხვდებით, მაგრამ რაღაცა დაფარული ამბავი შეიძლება გახდეს თქვენთვის ცნობილი. მოდით ვნახოთ, რას მოგიტანთ. ეს ინფორმაცია იქნება, ეს ამბავია თუ შესაძლებლობა, რომ აქამდე თუ პრობლემატური იყო თქვენთვის და ვერ ახერხებდით რაღაც გაკეთება, გვერდის ავლა, ხო, რაღაცა დაბრკოლებებზე გვერდის ავლა, რაღაც წინაღობებზე გვერდის ავლა. აი რას მოგიტანთ? Ну, როგორც ჩანს, ძალიან გახარებული ხართ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის. აქ შეიძლება კიდევ პირთან დაკავშირებით გაიგოთ რაღაცა, ხო? ანუ შეიძლება პარტნიორთან დაკავშირებით მიიღოთ რაღაცა ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის სასიხარულო იქნება. Ну, ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტებისთვის, ხო? მეორე ვარიანტებისთვის ეს არის რაღაცა შესაძლებლობა, რომელიც მოდის თქვენთან. შანსი, რომელიც მოდის თქვენთან, ანუ ეს არის შანსი ინფორმაციის სახით, ან შესაძლებლობების სახით და ყველა შემთხვევაში თქვენ აქ მოგებული რჩებით. ძალიან გახარებული რჩებით, ხო? და აქ არის მიღწევა კიდევაც, რაღაცა შედეგის მიღწევაზე ძალიან წინ გადადგმული, ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. ბოლომდე შედეგამდე თუ არ მიხვედით, ყოველ შემთხვევაში ძალიან წინ გადადგმული ამბავი იქნება. თითქოს ისეთ რა არის, თითქოს ნათელი მოეფინა ყველაფერს და ყველაფერი გასაგები და ნათელი გახდა. მაგრამ რაღაცა მაკლია აქ მეორე ვარიანტებში. რაღაცა გვაკლია აქ. ინფორმაციას, რასაც თქვენ გაიგებთ, ეს იქნება ერთგვარად თქვენთვის სიძლიერის მომტანი, გამარჯვების მომტანი, ანუ რაღაცა ინფორმაცია, რაღაცა ცოდნა, რაც მოვა თქვენამდე, ეს ცოდნა თქვენ მოგიტანთ წარმატებას, წინსვლას, რა საქმეც არ უნდა იყოს ეს. როგორც ჩანს, არის აქ რაღაცეები, რაზეც თქვენ ჯერ გჭირდებათ ცოდნა, რაზეც თქვენ ჯერ გჭირდებათ ინფორმაცია, თუნდაც აი საიდუმლო, რომელსაც უნდა აეხადოს ფარდა, გაიგოთ და მერე უკვე ამის მიხედვით იმოქმედებთ სათქვენოდ, ისე რომ თქვენთვის ძალიან მომგებიანი იქნება. კარგი ბატონო, გადავიდეთ მესამე ვარიანტზე და მეორე ვარიანტს იმედია გამომეხმაურებით კომენტარებში.
და როდესაც მოხდება კიდევაც ასე, ამასაც დაწერთ, როგორ ეზომება და რა მოხდება თქვენთან და მოკლედ მესამე ვარიანტებზე გადავედი და მესამე ვარიანტებში მოკლედ გართობა, ქეიფი, ქორწილი, დაბადების დღე, დღესასწაული, დასვენება, თუ ვინმე აქამდე დასვენებას ვერ ახერხები და მოასწრებთ დასვენებას. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად გახვიდეთ სადმე ან დასასვენებლად, უბრალოდ შეიძლება ლამაზი დღე გაატაროთ, ხო? მასთან ერთად მაგალითად ბუნებაში სადმე პიკნიკზე გახვიდეთ. რაღაცა ძალიან სასიამოვნო, როგორ თქვა, სასიამოვნოდ გაკვირვებული შეიძლება დარჩეთ, იმიტომ რომ თითქოს არ ელოდებით ამ ყველაფერს, ხო? რაღაცა ზამთარში რომ ძალიან დიდი მზის სხივი რომ შემოიჭრება, ხო? კარგია მიდილვა და გარეთ გასვლა რომ მოგინდება, რაღაცა მოკლედ ესეთი ამბავია. გასვლა აუცილებლად სადღაც მოგიწევთ გასვლა, დასვენება, რაღაცა ბუნებასთან კონტაქტი, სიამოვნება, ძალიან საინტერესო ენერგიები მოდის აქ. საჩუქრებს ელოდეთ. ვიღაცა სავარაუდოდ სიურპრიზს ელოდეთ მოკლედ ყველა შემთხვევაში. სიურპრიზს ელოდეთ, ეს იქნება ძალიან მოულოდნელი. შეიძლება იყოს პარტნიორისგან შემოთავაზება, რომ მოდი აი ერთად სადმე გავიდეთ. შეიძლება აქ ხელის თხოვნაც იყოს. ან შეხვედრა იმისთვის, რომ შერიგება იყოს, იმიტომ რომ აქ რა თქმა უნდა მარტო არ ხართ ვიღაცასთან ერთად, ხო, ბუნებრივია და აი ამ ვიღაცას თქვენთვის მოაქვს რაღაცნაირი დღესასწაული, მაგრამ ეს არ არის ესეთი დღესასწაული, სადაც ძალიან ბევრი ხალხია და რაღაც 200 კაციანი სუფრები და ასე შემდეგ, ხო? აი თან განმარტოვება, თან ბუნება, თან სილამაზე, რაღაცნაირი სიმყუდროვე, საჩუქარი სიურპრიზები მოდის, ძალიან საინტერესო ემოციები. მოკლედ, ძალიან კაი ენერგიები მოდის მესამე ვარიანტებთან, ამეთვისთოს გული ვინ შეარჩიეთ. რაღაცა სიხარული. ასევე შეიძლება იყოს, რომ აი პიროვნებისგან რაღაცა ნანატრი სიტყვები გაიგოთ. აი მართლა ნანატრი სიტყვები რაც არის, რაც აქამდე ელოდებოდით, ხო, შემეყო სიყვარულის ახსნაც, ხო? უმეტესწილად ეს პარტნიორისგან იქნება წამოსული. და არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად იცით, აი თითქოს ნერვიულობთ, განსაკუთრებით აი პარტნიორთან დაკავშირებით, თითქოს აი ნერვიულობთ, რომ აი როგორ რანაირად არ შეგეშინდეთ მასთან შეხვედრის, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ აი ეს ცუდი სიურპრიზი არ იქნება, კარგი სიურპრიზი იქნება. ნუ ყოველი შემთხვევისთვის ენერგეტიკა მოდის ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო სიურპრიზების, საჩუქრების, ბუნებასთან აი თითქოს სამყარო და თქვენ რაღაცა ერთიანი ხართ, ხო, ერთად ხართ, ეს ძალიან კარგის მანიშნებელია. შეიძლება დაისვენოთ გემრიელად და ვისაც ნანატრი აქვს, ხო, ეს დასვენება შეიძლება აი როგორც იქნა გერასად რომ დაისვენოთ გემრიელად. აი ესეც შეიძლება იყოს. ველოდები მესამე ვარიანტებს გამოხმაურებას და როდესაც ასრულდება ეს სიტყვები, მაშინაც იმედია დააკომენტარებთ და მეტყვით და გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე. გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე, ვინც შეარჩია ციტრინის გული და რა მოგვივიდა აქ. აი, ვიღაცის გადარჩენა მოგიწევთ. აი ესე. იყავით ძალიან ყურადღებით, იყავით ძალიან ფრთხილად, შესაძლოა ვიღაცას თქვენი დახმარება დაჭერდეს, ყოველ შემთხვევაში თქვენ აქ ვიღაცისთვის მაშველი იქნებით, როგორც ჩანს, გადამრჩენელი. მეოთხე ვარიანტი ვინც აერჩიეთ, ჩემო მაშველებო. რა ხდება აქ? აქ შეიძლება იყოს ფინანსური დახმარების თხოვნაც იყოს, შეიძლება ვიღაცასთან აი როგორც არა. აქ ცოტა სხვა ამბავი არის. მეოთხე ვარიანტში ცოტა სხვა ამბავი გვაქვს. ეხლა ნახეთ შევხედოთ. ესე იგი, ეს ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, რაღაცა ძალიან დიდ სიბინძურესთანაც არის, ძალიან დიდ ნეგატივთანაც არის და თითქოს აი ვიღაცას ცდილობთ, რომ აი ამ რაღაცა ნეგატიური ამბებიდან, ნეგატიური ენერგიებიდან გადაარჩინოთ და ნუ რა თქმა უნდა ეს დაკავშირებული არის ფინანსებთან. ეს არის თქვენს პარტნიორზე და მის ენერგეტიკაზე. აი ახლა ამ გაშლაში ეს რა შუაში იყო, არ ვიცი, მაგრამ ვიღაცა რაღაცას შეიძლება გეგმავთ კიდევაც და აპირებთ კიდევაც. დაეხმაროთ იმ პიროვნებას, შეიძლება თქვენს პარტნიორსაც.
შეიძლება მიმართვა იყოს აქ მაგთანაც. არა, პარტნიორზე არის აქ საუბარი. ყველა შემთხვევაში არის პარტნიორი და უახლოეს პერიოდში მოგიწევთ თქვენ მისი გადარჩენა. ეს შეიძლება იყოს ენერგეტიკული სახით, ხო? შეიძლება იყოს მატერიალური დახმარება, არ ვიცი მე, ნუ მოკლედ აი როგორც იტყვიან წყალში დამხჩორის ამოყვანა მოგიწევთ რა. ესეთი ამბავი არის აქ. ძალიან ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ აი კარტი გეუბნებათ რომ უნდა იყოთ ყურადღებით, უნდა იყოთ ფხიზლად, იმიტომ რომ ეს ეხება თქვენს პარტნიორს. აი ხება თქვენს პარტნიორს და ეს თქვენი პარტნიორი კიდე რაღაცა უცნაურად არის, ხო? რაღაცა ძალიან ბავშვური ჭკუით იქცევა. აი ეს მეოთხე ვარიანტი არის თქვენს კონკრეტულ პარტნიორზე. ყველა შემთხვევაში. ძალიან მოკლედ და მარტივად ვიტყვი. ვის როგორ მოგიწევთ ახლა გადარჩენა მისი? აქ არ ჩავალთ დეტალებში, მაგრამ მოგიწევთ უახლოეს პერიოდში მისი გადარჩენა. რა სახით იქნება, როგორ იქნება, რანაირად ეს უკვე მაგათ თქვენთან ნახავთ. იმიტომ რომ ნუ აქ შეიძლება ნახეთ, აქ შეიძლება მაგთანაც მოგიწევთ მისვლა, აქ ფინანსური დანახარჯიც არის, რაღაცა შეიძლება რაღაც ავადმყოფობა იყოს და მკურნალობა იყოს საჭირო, რომ ეს რაღაცა ნეგატიური მომენტები წავიდეს. ეხლა მეოთხე ვარიანტი რომ ჩავშალო, ხო, რაღაცა ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდოდა აქ. მოდი ეხლა მესამე დასტაც დავიმეტოთ. რა ხდება თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის? რატო არის საჭირო თქვენი დახმარება? რატო არის საჭირო თქვენი დახმარება? იმიტომ რომ თქვენ გაიგეთ სიმართლე. თქვენ იცით უკვე სიმართლე, რომ მას სჭირდება დახმარება. თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია გაქვთ. და იცით რომ არც ლოცვამ გაჭრა, იცით რომ არც ზურგის შექცევამ, არც თქვენმა წასვლამ, არც მისმა წასვლამ, ნუ მოკლედ. თან ესე რაღაცნაირად განმარტოებულია, რა გინდა რატო ცვივა. განმარტოებულია, თავის შიშებთან ჩაკეტილია, რაღაცნაირად ბევრი შიშები, ნუ მოკლედ. არ მინდა ეხლა აქ დეტალებში უფრო მეტად ჩავიდე, აქ ენერგეტიკული პრობლემები წამოვიდა, მთელი ამბები და ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ზოგად გაშლას, ამიტომ ვისაც ეკუთვნის ეს მიხვდება, რაზეც არის საუბარი, ხო? და მეც გამაგებინებს რომ მიხვდა. მომწერთ. და მეტყვით რომ მიხვდი, რომ ეს გაშლა მე მეხებოდა. მეოთხე ვარიანტი ცალკეც რო ჩაიშალოს, იცით რას გავაკეთებ? აი ამ გაშლის მერე მე სპეციალურად გავაკეთებ გაშლას, ოღონდ ერთ ვარიანტზე, აი ზუსტად რას უნდა ელოდოთ თქვენი პარტნიორისგან, აი გავაკეთებ აუცილებლად გაშლას აი ამ თემაზე და ძალიან საინტერესო იქნება თუ აი ეს ენერგიები წამოვა და თუ ამ მეოთხე ვარიანტთან დაკავშირებული, უფრო სწორედ თუ წამოვა ინფორმაცია, რომ წავიკითხოთ რა ხდება რეალურად აქ. მეოთხე ვარიანტებო, იმედია ჩემი გაშლა მოგეწონათ და იმედია დაელოდებით, რომ დავდებ დეტალურ გაშლასაც, ესე გავაკეთებ ხოლმე. როდესაც ვაკეთებ გაშლას, ექსპრეს გაშლებს, როცა ვაკეთებ ვარიანტებზე, თუ რომელიმე ვარიანტი ძალიან მომეწონება, საინტერესო იქნება, აუცილებლად უკვე დეტალურ განხილვას გავაკეთებ ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, საჯარო გაშლას, მაგრამ უკვე ერთ ვარიანტზე და აი იმ თემაში ჩავალთ უფრო სიღრმისეულად. მოკლედ, შემოკარგებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი გამომწერები. ვინც არ არის გამომწერი და უბრალოდ სტუმრად შემოვიდით ხოლმე ჩემთან, თქვენს მადლობა. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ, ველოდებით თქვენს კომენტარებს და ყველას ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის, ნებისმიერი აქტიურობისთვის, რასაც განახორციელებთ ჩემს არხზე. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.